გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ დღეს ვართ კონსტიტუციის ჯგუფში, საზოგადოებრივი ასამბლეის ფარგლებში და ვაგრძელებთ საუბრებს იმ თემებზე, რაც ეხება კონსტიტუციას. კერძოდ, დღეს ვსაუბრობთ საკანონმდებლო სხვადასხვა მოდელებზე, ახალ მოდელებზე, რომელმაც შეიძლება უკეთესად იმუშაოს, ვიდრე დღესდღეობით გვაქვს. დღესდღეობით საქართველოში გვაქვს მთელს ტერიტორიაზე არსებული დახურული სიებით არჩევნები და ეს არის ერთპალატიანი პარლამენტი. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მრავალ ქვეყანაში არის სხვადასხვა გამოცდილება უკვე იმის თუ რა მუშაობს, რა არ მუშაობს და ჩვენი გუნდი ამ ყველაფერს უდგება სხვადასხვა შტოების სხვა მოდელების ფორმირებას, რაც შეეხება უდგება იმ კუთხით, რომ ეს გაკეთდეს ძალაუფლების მიტაცების პრევენციის კუთხით. და აი ამ ხედვიდან ჩვენ წარმოგიდგენთ დღეს რამოდენიმე მოდელს, როგორც შეიძლება დაალაგდეს საკანონმდებლო ცენტრალური საკანონმდებლო შტოს ფორმირება. მე გავაზიარებ ახლა ეკრანს და წარმოგიდგენთ ჩემს ხედვას ამის გარშემო. ამიდასტურეთ ხედავთ თუ არა? ჩანს კი. მოგმობა. ეს მოდელი, რამოდენიმე მოდელია იმის ადრე სხვანაირად უყურებდი ამას, შემდეგ შეიცვალა ეს ყველაფერი და ეს კარგია, რომ ერთმა ადამიანმა რამოდენიმე მოდელი გააკეთოს, იმისთვის რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული მაინც და მაინც ერთ ხედვაზე და შეგვეძლოს ჩვენი აზრის შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხანდახან ამისი თვით ტრენინგიც გჭირდება ადამიანებს იმისთვის, რომ შევხედოთ იგივე პრობლემას სხვა კუთხიდან. მოკლედ, ეს კონკრეტული მოდელი არის იმაზე დაფუძნებული, რომ პარტიებს რაც შეეხება, ისინი არიან დეცენტრალიზებული და მთავარი ინსტრუმენტი ამ მოდელის ის, რომ პოლიტიკური პარტიები არის მხარის დონეზე ფინანსურად დამოუკიდებელი, ანუ შეიძლება იყოს ნაციონალური დონის პარტია, მაგრამ მას არ აქვს მხარეებს შორის ფინანსების ტრანსფერების საშუალება და ყველა მხარე იღებს დაფინანსებას იქნება თუ ხარდაჭერას იმ უშუალო მხარიდან. ეს იქნება მხარის მოსახლეობა თუ იქნება მხარის მთავრობა. ასე რომ ეს იდეა იმაშია, რომ არ მოხდეს ცენტრალიზება ფინანსების პარტიაში და არ გამოვიდეს ისეთნაირად, რომ პარტიამ შეძლოს დომინაცია, ანუ ბერკეტები მოსდოს იმ ახალ წარმომადგენლებს, რომელიც პარტიაში შემოდიან ამა თუ იმ მხარეში, მუნიციპალიტეტში თუ რასაც დავარქვეთ, შუალედური დონე, რაც ეხება დეცენტრალიზაციას. და ამ კუთხით საკანონმდებლო იქნება, ხელისუფლება იქნება ასეთნაირად. ორპალატიანობა მნიშვნელოვანია მიტაცების პრევენციის კუთხით, იმიტომ რომ როდესაც კანონმდებლობა შემოდის, რომ გაირჩეს სხვადასხვა სივრცეში და სხვადასხვა წესით ფორმირებულ საკანონმდებლო სტრუქტურაში. და ეს შემდეგ ანელებს მთლიან პროცესს, რომ ახალი კანონები მიიღოს ამ სტრუქტურამ, მაგრამ სამაგიეროდ პრევენციას უკეთებს, რომ გადაცებული მოხდეს იოლად და ესე ვთქვათ, 1-2 მოსმენა და მორჩა გავედით დამკავშირში, ესეთი რაღაცები რომ არ მოხდეს. ახლა ამ სისტემაში და კიდევ რა მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კომპონენტი საერთოდ ამ ყველაფრის ის არის ხოლმე, რომ ერთი ის არის, რომ სხვადასხვა წესით მოდიან შიგნით შემავალი წევრები, მეორე კომპონენტი არის ის, რომ არჩევნები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს, რომ როდესაც ერთ პალატაში მოსული პიროვნებები და მეორე პალატაში მოსული პიროვნებები ერთად მოდიან ერთი და იგივე წელს, ან მათი დიდი დოზით მოდიან ერთად, რადგან აი ესეთ პოპულისტურ ტალღაზე წამოსული, ვთქვათ, რაღაც აგორებული ემოციებზე წამოსული, ან რაღაც ივენთი მოხდა საზოგადოებაში და შემდეგ ამაზე აგებული, რომელიღაცა ერთი პარტია არ წარმოვიდეს უმრავლესობაში, ამიტომ საჭიროა, რომ დროში იყოს ეს გადანაწილებული არჩევნებს რაც შეეხება სხვადასხვა პალატაში. ამ მოდელში ასეთი სტრუქტურაა, ორპალატიანი არის ხალხის პალატა, აქ არის 150 მანდატი, წარმოადგენს მოსახლეობას პროპორციულად
ანუ სხვადასხვა მხარეებს უდავმოდ მხარეებს ვიტყვი აქ კანტონების შესაბამისი ან შტატების შესაბამისი სხვადასხვა მხარეებში იქნება მთლიანად 150 მანდატი და იმის დამიხევით თუ პოპულაცია რა აქვს ამ მხარეს იმის დამიხევით ზოგან მეტი იქნება ზოგან ნაკლები და ამის წესას გავიგეთ როგორ შემდეგ არის მხარეთა პალატა მხარეთა პალატა ეს შესაბამება უფრო როგორც სენატს ასეთი ეს არის შედარება რომ მოვიყვანო ამერიკის შემთხვევაში და ის იქნება ორი წყაროდან. ერთი წყარო არის 115 უგაცრავ სულ არის 115 წევრი ამ პალატაში 69 ერთი წესით შემოდის და 46 სხვა წესით შემოდის. და 69 რატო წერია აქ ამ მოდელში ხო დეცენტრალიზაციის ლინკი აქ როგორ ხდება მხარეების ფორმირება ძალიან მოკლედ რო ვთქვათ თვითონ მხარე უნდა იყოს დაახლოებით 100,000 პოპულაციის მაინც იმისთვის რომ თვით შენარჩუნება შეგვიძლია კარგად შეგვიძლია თავის მართვა და კონდეს ის ადამიანური რესურსები რაც ჭირდება მხარის მართვას. და ამაზე აგებულია ისეთი სისტემა ამ ლინკში სადაც არის სულ 23 მხარე. 63 მხარიდან არის წარმოდგენილი 3 წარმომადგენელი თითოდან და გამოდის ჯამში 69. ესე იგი ამ მხარეთა პალატაში არის მანდატი წარმოადგენს რეგიონალურ ერთეულებს თანაბრად და წარმოადგენს ერთი მხრივ მხარეების ხო და მხარეების და მუნიციპალიტეტების დელიმიტაცია იხილეთ ამ იმაზე იგივე მხარეების მუნიციპალიტეტები და შემადგენლობა როგორ არის არჩევის წესი ეს 150 კაცი მე რაც უკვე ვისაუბრე და ახსენე ირჩევა ორწლიანი ვადით ეს არის სტანდარტული ვადა არჩევნები ტარდება ყოველ ლუწ წელს იმიტომ რომ მეორე არჩევნები კენ წელში ტარდება ანუ არჩევნები გვექნება ყოველ წელს ესეთი ის არის რა არჩევნები ტარდება ყოველ ლუწ წელს მხარეთა მრავალ მანდატიან ოლქებში თავისუფალი პროპორციული სიებით პანაშაჟი და სინკლაგ ფორმულა ან დღეს ვიყენებთ მაგალითად დეჰონტის ფორმულას რომელიც უფრო მეტ პრიორიტეტს აძლევს იმ პარტიებს რომელსაც აქვს უფრო მეტი საერთო რაოდენობა წარმომადგენლების ანუ თუ უფრო გადავიტანთ ყურადღებას იმაზე რომ ყველა თანაბრად უნდა იყოს წარმომადგენელი მაშინ სინკლაგის ფორმულა დავიხმაროთ და თუ უფრო მეტ პრიორიტეტს მივცემთ იმ პარტიებს რომლებმაც უფრო მეტი ხმა მიიღეს და ამისი გავაკეთოთ მაშინ ვიღებთ სინკლაგის ფორმულას და შემდეგ არის ხალხთა პალატაში მოხვედრის ზღუბლი აქ არის 3% ამ მოდელში შეიძლება ეს 5-იც გააკეთდეს რატომ არის ეს ზღუბლი იმიტომ რომ იყოს ხოლმე ესეთ ის რომ დაახლოებით ბევრია ესეთ პოპულისტ წყაროებში რომელიც წავიკითხეთ და გამოვიკვლიეთ ამის ქვევით არის ძალიან უფრო მეტი პოპულისტები და შესაბამისად ზღვარი უნდა გაივლოს როდესაც რომ ასეთი ეზოტერიული პერსონები შეგვიძლია რომ უფრო ჩამოვაშოროს პოლიტიკას მოკლედ ირჩევა ორწლიანი ვადით და ყოველ წელს ტარდება ეს არჩევნები. შემდეგი მეორე პალატა პალატის ნაწილი 79 წევრი, ეს არის პირველი წყარო არის 69 წევრი, თითოეული 23 მხარიდან 3 წევრი, როგორც თქვი ადრე, უფლებამოსილება არის 6 წელი, ანუ ერთი არის 2 წელი, მეორე არის 6 წელი და ეს არის უფრო ისეთი ნაწილი ორი პალატიდან, რომელიც არის უფრო გრძელვადიანი და ინსტიტუციის მახსოვრობას უფრო მეტად აგრძელებს, ვიდრე ხალხის პალატა. უფლებამოსილება არის 6 წელი, დროში აცდენილი ვადით, ოკეი, ანუ 3 წელი და ყოველი მხარიდან ერთი წევრი ირჩევა ყოველ n წელიწადში. გასაგებია 3 ხო არის და ყოველ 2 წელიწადში გამოდის მაშინ და ყოველ n წელიწადში ერთი წარმომადგენელი ირჩევა თითოეული მხარიდან, ოკეი? არჩევნები ტარდება 3 კანდიდატის რეიტინგული ხმის მიცემით, ანუ 3 კანდიდატი იქნება და ამ 3 კანდიდატიდან პირველ, მეორე, მესამეს შეგვიძლია მიცეთ. შეიძლება 4 ან 5 კანდიდატიც იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ადამიანებმა უნდა აერჩიონ
ის კი არა რომ მარტო ერთს ვაძლევ ხმას ranked choice voting მოიცავს ასეთ რაღაცას რომ როდესაც ამორჩეული მიდიხარ და ხმას აძლევ ვიღაცებს იქ ვალდებული ხარ რომ აირჩიო რომ ჯერ ეს ადამიანი მინდა პირველ რიგში როგორც ჩემი პირველი choice-ი შემდეგ არის ეს ადამიანი შემდეგ ეს ანუ ეს რას აკეთებს რომ ეს პოლარიზაციას ქვევიწევს უფრო და ისე არ არის რომ მთლიანად ერთ ადამიანს ვაძლევ მე ხმას და ამით შემოვიფარგლები. ანუ მე უნდა უფრო მეტი ვფიქრო და ვთქვა რომ ну კარგი ახლა მეორე კანდიდატს შევეგუები რაღაცნაირად მესამეს ალბათ ვერ შევეგუებდი ამიტომ ამ სამიდან პირველს დავწერ რომელიც მე მინდა და სულ ბოლოს დავწერ ის რომელიც ყველაზე ნაკლებად მინდა. ასეთი მიდგომა ამ არჩევნებთან დაკავშირებით და შემდეგ მეორე წყარო არის 46 წევრი. ეს ცოტა ესეთია, ანუ ეს არის არაპირდაპირი არჩევნები. ყველა მხარე საკანონმდებლო 1 წლის ვადით ირჩევს, ანუ ხო არის ანუ ამ მოდელში ხომ არის სხვადასხვა მხარეები და მხარეს აქვს თავისი საკანონმდებლო. საკანონმდებლოდან ირჩევენ 1 წლის ვადით 2 წევრს და ესეთი მექანიზმია შემდეგ ადგილობრივ საკანონმდებლოში არსებული პარტიების სავალდებულო მონაცვლეობა არსებობს აქვს, ანუ პარტია, რომელსაც 1 წელს ყავდა მხარის კანონმდებელი მხარეთა პალატაში, ვერ შეიყვანს წევრს შემდეგ წელს. ანუ ვალდებულია რომ ეს პლურალიზმის შესანარჩუნებლად ვალდებულია რომ პარტიული ცვლა ხდებოდეს და მონაცვლეობა მოხდეს ერთიდან მეორე წარმომადგენელზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა დიდი არ აქვს, იმიტომ რომ ასეთი რამ ხდება. ამ ორი წევრის ვალდებულებაა მხარეთა პალატასა და ადგილობრივ საკანონმდებლოს შორის კომუნიკაცია. ორი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხარეთა პალატაში კანონმდებლობას ადგილობრივი კანონმდებელის ჯგუფური გადაწყვეტილების საფუძველზე და არა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. Okay? ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ორი ადამიანი წარგზავნილია მხარიდან ამ საკანონმდებლო სტრუქტურაში და ისინი იქ ეცნობიან რა ხდება იქ, ამათთან არიან კომუნიკაციაში და შემდეგ მხარეთა საკანონმდებლო რომ გადაწყვეტს რომ ასე გავაკეთოთ თუ ისე გავაკეთოთ, შემდეგ ისინი უბრალოდ წაიღებენ ამ ხმას და ისინი გააჟღერებენ ამ ხმას მხარეთა პალატაში. ანუ გამოდის რომ ჩემი ოპონენტი პარტია რომელიც არის მხარეთა საკანონმდებლოში, მე მათთან მიწევს კოლაბორაცია იმისთვის რომ ხმების ავიღო, წამოვიღო, გავუზიარო მათთან და აი ამ ერთობის და პოლარიზაციის, ანუ ერთობას აძლიერებს და პოლარიზაციას ქვევით აგდებს იმისთვის, რომ მოხდეს კონსენსუსი, რა არის გადაწყვეტილება, ჯგუფურად გადაწყვეტილება და რა ამ ინდივიდის გადაწყვეტილება, რომ წაიღოს მხარეთა პალატაში. შემდეგ გაგზავნილი კანონმდებელი ინარჩუნებს თავის ადგილობრივი მმართველობის პოზიციას. ანუ თუ კი არა ეს წარმომადგენელი, რომელიც მხარეთა პალატაში შევიდა ადგილობრივი საკანონმდებლოდან, ხო, ის ინარჩუნებს თავის პოზიციას თავის ადგილობრივ საკანონმდებლოში და ორივეში აქვს თავისი ხმა იმისთვის რომ ეს კავშირი იყოს გამუდმებით. და რა გამოდის რომ ის მხარეები, რომლებიც რომ ასე ბევრი მხარეები მონაცვლეობით აგზავნიან ცენტრალურ საკანონმდებლოში ადამიანს და ისინი ამით იძენენ გამოცდილებას, იძენენ კავშირს და ეს მუდმივი კავშირი ამ ზედა და ქვედა საკანონმდებლოს შორის გაგრძობითია და მყარდება აი ესეთი მექანიზმით. ვადების ლიმიტი არჩევნებში ვერ მონაწილეობს 67 წლის შესრულების შემდეგ, ანუ თუ ვიღაც არის 67 წლის და უნდა არჩევნებში მონაწილეობა აქ რაღაც ესე ეიჯიზმის ის არის გასაგებია, მაგრამ რაღაც სადღაც ლიმიტი უნდა გავაკეთოთ და მთელ რიგ ქვეყნებს აქვთ ასეთი ლიმიტაციები და აქაც ეს ჩავწერე მე. გადარჩევის შესაძლებლობა. აი ეს არის ცოტა ისეთი sticky point რა. გადავირჩიოთ თუ არა ეს წარმომადგენლები, წავიკითხავ ჯერ აქ წერია და მე კომენტარს გავაკეთებ. ადგილობრივი რეფერენდუმის საშუალებით ეხება ეს ყველა წევრს ამ სამივე წყაროდან. ინიცირდება ამომრჩეველი პოპულაციის 2%-ის ღურბლით.
არ შეიძლება კენჭისხრა შედგეს არჩევნებიდან 4 თვის განმავლობაში ან მანდატის დამთავრებამდე 4 თვით ადრე. ოკეი. ეხლა პატარა განმარტებას გავაკეთებ. აი მაგალითად დღესდღეობით რაც პროტესტის ტალღაა გარეთ ხალხი გამოდის და ასე შემდეგ, ხო, ეს წარმოადგენს დაახლოებით 1%, 2%, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაცა მხარეში იყოს ეს პროტესტი, რომელიღაცა კანდიდატი არ უნდა დაახლოებით აი ამ დონეს უნდა მიაღწიოს ამ პროტესტის დონემ, რომ მათ მოიდომონ და შეაგროვონ ხელმოწერები იმდენი, რომ შემდეგ ინიციაცია გაუკეთონ ამ პიროვნების გაწვევას. და ეს შეიძლება 3%-იც იყოს პირობითად, მაგრამ მექანიზმი აქვს თავარი, არ უნდა იყოს ძალიან დაბალი ზღურბლი ამისთვის, ან მართლა უნდა რაღაცა სერიოზულს აშავებდეს ეს ადამიანი, იმისთვის რომ ამდენი ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელი გახდეს და შემდეგ ეს ადამიანები აკეთებენ შევადაროთ. ისევ ძალიან დიდი გამოვა, ნახე, ხო არ ჯობია. დათოყურე. პალატაზე შევადაროთ რა, იმიტომ რომ უამრავი ის არის, რა ქვია, ხვდები, ანუ პალატაზე ჯობია შედარდეს, სხვანაირად არ გამოვა უბრალოდ. ისევ ძალიან დიდია. დიდია რა არის დიდი? მოცულობა მოკლედ, ანუ ყველაფერი განვიხილოთ. ანუ მოდი ჯერ თქვა ერთი პალატის მოდელები შევადაროთ. ანუ პრინციპში სამივე მოდელში რაც ახლა გვაქვს ორი თანხმდებით ორ პალატაზე. შენ ამბობ რომ გადარჩევის მექანიზმი ეხლა არ გავარჩიოთ, ხო? არა, როგორ არა თქვა კონკრეტული პალატის ეხლა უნდა გავარჩიოთ, იმიტომ რომ პალატის ნაწილია. მაგაზე არ ვამბობ. მე ვამბობ რომ თქვა მაგალითად დავიღოთ ჯერ პირობითად იმას რაც სენატს ვეძახით რა ჭალებში თქვა. და როგორ არის შენთან, როგორ არის სოსუსთან, როგორ არის ჩემთან. ნახოთ სად არის თანხმობა და სად არის განსხვავებული. კი ბატონო, ის დავამთავრე ეს. უბრალოდ კომენტარი მინდოდა ამასთან გამეკეთებინა, მაგრამ მოდი მე გავაკეთოთ ამ თუ გინდა გადარჩევის შესაძლებლობაზე, მე ვისაუბროთ და ეს ორივე პალატას ეხება, თუ არა? ორივე პალატას ეხება თანაბრად, იმიტომ რომ ისინი ორივენი მხარების წარმომადგენლები არიან. შესაძლოა მხარე უნდა შეიკრიბოს იმისთვის, რომ ამის ინიციაცია გააკეთონ. ანუ დავამთავრე რა ნაწილს. გადარჩევის მარტო ეს გზა არსებობს რეფერენდუმი? ხო, ნუ გადარჩევის გზა შეიძლება სხვაც არსებობს, ეხლა თუ რაღაც კრიმინალურ აქტებთან არის. აი, ოკეი, ჩაის კენ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ გადარჩევის, იმიტომ რომ მე უბრალოდ რატომ აი როდი შემიძლია ამაზე ვილაპარაკოთ. ბევრი რაღაცების ის დავარ და როგორი მოდელი გვაქვს ახლა, მაგიტომ ამბობდი რომ ჯერ მოდელზე ვილაპარაკოთ, როგორ განვიხილავთ მეთქი და მე განხილვა დაგვეწყე, იმიტომ რომ თქვა გადარჩევას თავი დავანებოთ. მე ვისაუბრე ამ ორპალატიანის ფორმირებაზე და შეგიძლიათ ახლა თქვენი მოდელები წარმოადგინოთ და შევადაროთ. ვასე მე რა მაინტერესებს იცი შენი ზედა და ქვედა პალატები ხო ესე ვთქვათ კამსო დიახ ზედა და ქვედა პალატები მათ ფუნქციებში რა მოდი ასქროლი რა პალატა აი თქვა რომელიღაცა პალატით დავიწყოთ უბრალოდ დავიწყოთ ერთი პალატით რა ისე არ ვერ მოვჩებით ვერაზროს აი ერთი პალატა ცალკე ხო გქონდა ცალკე ერთი პალატა აი 150 წევრი კი ბატონო თეორიულად ეს არის ქვედა პალატა, ანუ აქ რო ვთქვათ house. ხო, house პირობითად თუმცა შეიძლება შვეიცარიაში ქვედა საძახია, მაგრამ თანაბარი უფრო ემოცილებები აქვს. ხო, მაგიტომ მაინტერესებს. ხო, აი house-ი არის, ანუ აი ეს რაც ქვედა პალატა უხეშად, მაგრამ არა წონით, არამედ პირობითად. აი, მოდი ეს შევადაროთ, მოკლედ. ვასილის შემთხვევაში არის ირჩევა ორწლიანი ვადით, სტანდარტული ვადა, არჩევნები ტარდება ყოველ წელს მხარეთა რაღაც მრავალმანდატიან ოლქებში, ანუ ტარდება აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მხარეებში ტარდება ეს რა ქვია, არჩევნები. დიახ, დეცენტრალიზებული არჩევნები, არ არის ცენტრალიზებული ერთად არის ესენი, ანუ ერთად ირჩევა. პირველი განსხვავება არის, რომ ანუ თქვათ იმას რა ქვია, ჩემ მოდელში და არ მახსოვს სოსო შე როგორ ქონდა, აი გავაზიარებ ახლა უცბად. ჩემ მოდელი ძალიან პატარაა და მოდი კომპაქტურად მიწერი. Request-ი მოვითხოვე. ივიღე, მე მგონი. დაგი ოკეი. ეხავე. ვიცი ეხავე.
აგერ არის წარმომადგენლობითი პალატა, სუ არის ესე იგი არ გვაქვს როცა ვერ ხედავ data. არ გამოჩნდა? კი, გამოჩნდა. ეს არის 150 წევრი არჩევა ხდება პროპორციული დახურული სიით. როცა მე ვერ ხედავ ერთი წუთით რა. ხედავ ხედავ. მე კი თანაც ჩანს. აგერ არის უკაცრავად ბოდიში, გააგზავნე data. 150 წევრი, თუმცა ეს არ არის პრინციპული, მაგრამ პირობით 150 წევრი პროპორციული დახურული სიით და მთელი ერთი ოლქი არის, მთელი საქართველო არის ერთი ოლქი. ანუ აქაც ორწლიანია, ოღონდ სხვაობა გვაქვს იმაში, რომ აგერ ჩამოვწერ. ანუ ვირჩევთ თქვა ერთ მოდელშია, რომ მთელი ერთი ოლქი, მეორე შემთხვევაში, ვასილის შემთხვევაში გვაქვს მხარეების მიხედვით. ეგ ერთი განსხვავება. შემდეგი განსხვავება არის რომ არის დახურული სიები შენს მოდელში, ღია სიები. შენს მოდელში არ ვიცი ხოლმე data არჩევნებში როგორ გაქვს rank choice არის თუ ერთი ხმა, ერთი ადამიანი ერთ ხმას აძლევს. ეს პოლარიზაციის საკითხს ეხება. ერთი საქართველოში ეგ იყო და ცუდი გამოცდილება მივიღეთ. მოი არ ყოფილა ეგეთი რაღაცა საქართველოში. რამოდენიმე ადამიანი 92-ში იყო. პლანები, ანუ ზურაჟვანი ეგრე მოვიდა პოლიტიკაში რეალურად. იმიტომ რომ ის იყო რა ქვია იქ იყო 3 გადატრიალების შემდეგ პირველი პარლამენტის არჩევნებში ჩატარდა არ მახსოვს რომელი წელი იყო იქ იყო 3 ოფცია ქონდა რა ერთი პირველი მეორე და მესამე პირველი რჩევდი არა პარტიას ირჩევდი პარტიას ირჩევდი პარტიაზე არა აქვს საუბარი ჩემს მოდელში მაგაზია საუბარი ხო და აქ ირჩევ პიროვნებას მაჟორიტარულად მე ანუ ესე მეორე განსხვავება პრინციპული ყოფილა რომ შენ მე პროპორციული მაგდე შენ მაჟორიტარული ესე იგი არა რატო უყურე ახსნი ამორჩეველი მიდის არჩევნებზე და მას წინ უდევს სხვა პარტიებიდან კი კი მიდევს მაგრამ მე ხო შემიძლია რომ პარტიაც ავირჩიო არა მოდელში არა ღია მოდელში არის ხოლმე ესე რომ მე შემიძლია მაგალითად ვინც მინდა დავშალო ეს აქვს ასეთნაირად ხო და ლიტვის შემთხვევაში მაგალითად ნამდვილად ესია მე შემიძლია არ დავიწყოს პირდაპირ მოვნიშნო ეს სია ერთი სია კი არ შევადგინო რაღაც აჯაბსანდალი არამედ უკვე გუნდი ავირჩიო შენ მაგაზე არა მაგ შემთხვევაში ამ შემთხვევაში იქნება ასეთნაირად რომ ადამიანები უნდა მონიშნოს ის კანდიდატები რომელიც თვითონ მისთვის მისაღებია და თუნდაც ერთი პარტიიდან ჩამოუყვეს იმ სიას და ის ადამიანები მონიშნოს იმ მიმდევრობით რომელიც მას უნდა რომ მოხვდეს. აი თქვა თუ ირჩევა 8 ადამიანი პირობითად იმ წელს, ხო, იტყვის რომ ოკეი, ამას ეს პირველი, ეს მეორე, ეს მესამე, ეს მეოთხე გადაახდეს თქვა რომელიც თანაბრად რამდენიმე მინდოდეს რას ვაკეთებ? როგორ? თანაბრად რამდენიმე მინდოდეს. აი 5 კაცი მინდა თანაბრად. თანაბარი სურვილით? ხო, ანუ თანაბრად ღირებული მგონია 5-ვე და რა, ანუ ამ შემთხვევაში მომიწევს რომ ვიღაცა მივხვდი იმისა რომ ჩემთვის თანაბარი ღირებულება აქვს, უბრალოდ იმიტომ რომ სისტემა არ მაძლევს საშუალება 5-ით უკან გადავწიო, ხო ესეა? 4 ქულა და ნორმალური იმას შეხედავ ასეთნაირად მაინც მოგიწევს რომ ვიღაცაზე ზევით დააყენო. რატო? ნუ ასე გუნდს არ არის ეგრე. როგორ? როცა გუნდს ვაძლევ ეგრე არ არის მთელი ეს და გუნდის მიცემა არის პრობლემა ჩემთვის მაგას ვამბობ რა. გავიგე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეერხო ეს გინდოდეს კაი ტიპები ყავდეს ხო და 5 კაი ტიპია რომელიც თანაბრად მომწონს. და იმის გამო რომ შენი სისტემა არ მაძლევს საშუალებას 5-ვეს მივცე შესაბამისად მე ვიზღუდები ამორჩეველი ჩემ უფლებაში რომ აი ეს 5 მინდა რა რომ იყოს რა წინ არა მარტო მომჩეველი არ არის მაგ სისტემას თავისი ის აქვს მე მათემატიკურად შეიძლება ძალიან სუჩი ვიცი ეგ არჩევნაზე ქონდა თეატრალურს ქონდა ეგრე უაზროდა ეკითხვა დაუსვე მაშინაც რა ოკეი მოდი მაშინ მე ხوار მომიგონია აი ზოგადად ამაზე იფიქრე რა ანუ არსებობს შვეიცარიაში არსებობს და მუშაობს ხო ადამიანები აძლევენ ხმას
შვეიცარიაში ისე არის, რომ თუ გაქვს თქვათ 8 ხმის მიცემა, შეგიძლია რომ 2 მისცე ერთ ადამიანს, ანუ უფრო მეტი ხაზი გაუსვა, რომ აი ეს ძალიან მინდა და დანარჩენებს გადაუნაწილო შენი ხმები, ხო? ეს ეგ არამია, ეგ სხვა მოდელია, ნახე, ეგ არის მაგაზია. ეგ არის სხვა მოდელი. ეგ არის რომ მე მაქვს თოკენები რაღაც რაოდენობა მაქვს და შემიძლია 8-ვე მივწე ერთს. კი ბატონო, შემიძლია 5 ერთს. თანაბრად გავინაწილო ვიღაცას. ხო, ანუ მაგალითად შემიძლია ის ჩემი 8 გავანაწილო ის 4 რომ მე ვასწება. მაგაზე არ მაქვს პრობლემა, იყოს ეს სისტემა, მე უფრო მას უყურებდი, ირლანდიას აქვს ესეთი სისტემა, როდესაც რომ ესე რეიტინგს ადგენდა, ზედა რეიტინგის ხალხი შემდეგ უფრო მეტად მეტ ხმებს იღებს და ქვედა რეიტინგის ხალხი რომელიც მე პრინციპულად ამის წინააღმდეგი ვარ და ამოკვდა. არა, იყოს ის რომ შენი მე უფრო მე უფრო სხვა რამე მაინტერესებს. მე უფრო მაინტერესებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის განსხვავება. ეხავე, მოდი მანდამდე მივიდეთ. ანუ ეხა ვასილ არ განვიხილავთ ხო, რატომ გონია რომ უნდა მთელი გუნდი აერჩიო და იმიტომ რომ ბევრჯერ ითქვა და არა, განვიხილავთ ეგეც, იმიტომ რომ მოდი ეხა სხვადასხვაები რაც არის საერთო რაც გვაქვს განსხვავებული ეგენი ჩამოვწეროთ მე მგონი ჯობია, იმიტომ რომ მაგაზე უკვე ბევრჯერ ითქვა რა, რომ პოლიტიკა არის გუნდური საქმე და ინდივიდების, ანუ შენ თუ იმის რა ქვია, არაზუს არ უმუშავია, ვერაზუს ვერ მოიგებს ვარსკვლავების ისა გუნდები რა, ესეთი რამე არ არსებობს. როცა მე ვიღაცას ვარსკვლავებს ვქირავებ, მე იმას ვქირავ კონკრეტული ამოცანით, რა, აი ფეხბურთი რო წარმოვიდგინოთ. სადაც აქვს მას კონკრეტული ადგილი. რაღაც ზევით ვარსკვლავების ყოლაც კი არ არის საჭირო, იმიტომ რომ თუ შეიძლება ერთმანეთი ჩააქრონ. და ამიტომ კარგი სწორედ ტრენერი არის ის, ვინც რაციონალურად ემაშვება მოძებნის ყველა პოზიციაზე შესაბამის კომპეტენციის ადამიანს და არ არის აუცილებელი ყველა პოზიციაზე ვარსკვლავი ყავდეს. უყურე რა რჩება მაგ იმაში ჩემი ხედვით. პრობლემა რა არის? ამოსავალი წერტილი არის ძალაუფლების მიტაცება. თუ ძალაუფლების მიტაცებიდან გამომდინარე შევხედავთ ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა კომპრომისები ეფექტიანობაში უნდა გავაკეთოთ. ეს ერთი. მეორე, რომ თუ თქვა ჩვენ შევხედავთ იმას, რომ ოკეი, ძალაუფლების მიტაცება მანდაც ხდება. პოპულისტები მოდიან თქო, მაგას გეუბნები, ანუ ინდივიდების შემთხვევაში ხალხს უფრო მეტი choice აქვს, უყურე, ხალხს მეტი choice აქვს ლისტში ვინ შევა, ასეთნაირად ღია ლისტებით. ვიდრე დახურული. დახურული ლისტებით პარტიას აქვს აბსოლუტური კონტროლი იმაზე, თუ ხალხს რა მოუწევს აირჩიოს. და მე არ მინდა რომ ეს მოხდეს, იმიტომ რომ მაინც არადანი ილუზიას ვქნით, რომ იქ რამე არჩევანი აქვს, იმიტომ რომ რეალურად იმ სიებში არის, თუ ვამბობთ, რომ პრაიმერი და დემოკრატია არ არის პარტიებში, მაინც პარტიების მიერ შექმნილი სიები იქნება და რაც არ უნდა ხალხმა ისქნას, რა ქვია, მაინც არადანის არჩევანი აქვს, რა, არანაირი არჩევანი მაინც არის უკვე სხვების მიერ შერჩეულების შორის უნდა გადაარჩიოს და როგორ უნდა გადაარჩიოს იქნება ისე რომ მოუწევთ ამ პარტიის შიგნ ტიპებს სიებში რომ ყურადღება მიიქციონ რაღაცა პოპულისტური რაღაცეები იძახონ, იმიტომ არჩევნების წინ რათა ეს გარდაუვალია, გეუბნები. არ არის გარდაუვალი, არის რაღაც გაჩნდა რომ ვიღაცეები მაინც და მაინც პარტიებს ისე როგორ რაღაცა არის, ანუ რა გვინდა ჩვენი ამოცანა არის, ჩვენი ამოცანა არის გუნდურობა და რაღაცნაირად კონსტრუქციული ის იყოს თუ არანაირი კულტურობა ჩვენი ამოცანა არის რომ არ მოხდეს გატაცება სისტემის. ასე მოკლედ გატაცება მოხდება თქო პოპულიზმი არის გატაცების დაწყება იწყება პოპულიზმის, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ანუ ვერ შევთანხმდებით. როგორ? მოკამათობთ. მართალი ხარ. აბა ჩამოვაყალიბოთ და მე ეგ ვიკითხე ხა კამათი ხა ანუ დისკუსიები ხა მოხდეს თქო თუ არა თქო და კიო და მე მგონია რომ ჯობია ხა ჩამოვწეროთ სხვაობა განსხვავებები და მე ვიკამათო ჯობია. კარგი. კაი, მოკლედ ესე იგი რა გვაქვს საერთო არის ორი პალატა. ეს ორი პალატა არის, საერთო. ხო და ამიტომ მაინტერესებს პალატებს შორის ფუნქციები თქვენ. კი, აი ხე ჩავალ, მოიცა, ესე იგი პირველი იყო განსხვავება იყო რომ მეორე ფუსალზე ვწერ. ეწოდებოდი შენ. ორი პალატა საერთო არის ეს. განსხვავება არის, ესე იგი ერთი ოლქი და მხარეების მიხედვით ოლქები. მეორე განსხვავება იყო დახურული და ღია. ვადები დაემთხვა. ჰაუსის ვადები არჩევის.
ეს მე მგონი და ესე იგი იღებს ბიუჯეტს, რომელიც უნდა დამტკიცდეს სენატის მიერ და ხელმოწერილი იქნეს პრეზიდენტის თუ პრეზიდენტის საბჭოს სულერთია მიერ და პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში ბიუჯეტის კანონი უბრუნდება პარლამენტს და საჭიროების ორივე პალატის სამეოთხედს. ანუ ამას აქვს ეს არის რამე განსხვავება არის შენ იმასთან მარტო ბიუჯეტი თუ ყველა კანონები? არა, ყველა კანონებს იღებს, მაგრამ ბიუჯეტის მაგალითზე გამოვყავი რა. ეხლა რა შეეხება სენატში, გადავიდეთ სენატზე? ანუ რამე სხვა არის ცოტა ისეთი საკითხები, აი მაგალითად ომის დაწყებას რაც შეეხება, რომ აი თუ ახლა ბიუჯეტზე ვისაუბროთ, შეიძლება ომზეც ვისაუბროთ და იმაზე, ხო, იმიტომ რომ ომის დაწყებას რაც შეეხება, ვინ იწყებს ომს, პრეზიდენტი და შემდეგ 60 დღეში ვთქვათ პალატებმა უნდა საქმიან, რა ქვია, დაუმტკიცონ, რომ კი გააგრძელე, თუ არ შეუძლია დაწყება და რაღაცა ის უნდა გააკეთოს. ხო, ანუ ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ამ საკითხებში შედის რამე რა. კი ბატონო, ეგ როგორ ვქნათ? მაგას ვერაფერს ვერ ვიზავთ. ეს უბრალოდ შემდეგ როდის განვიხილოთ? ანუ ეგ არის განისაზღვროს. აი, კიდე რაღაც საერთოდ განსხვავება არ გვექნება ისეთი sticky point-ი სავარაუდოდ ეგ არ იქნება რა. განსაკუთრებით თუ პრეზიდენტის ინსტიტუტია ისეთნაირად მოწყობილი არაერთი ადამიანის მიერ რა. მაგრამ პრეზიდენტმა უნდა დაინიციიროს, ხა ჩემი ის არის, რომ პრეზიდენტი იქნება თუ ვიღაცა აღმასრულებელმა უნდა დაინიციიროს, იმიტომ რომ არ არის ეს პრობლემა თუ არ იქნება ეს ერთი ადამიანი და არ გამოვა ტრამპი ორის სიტუაცია რა. აი, აბა ნახოთ, იქაც არ არის ეგ, ანუ იმიტომ ვერ იწყებს. სენატი და კანონების ნახე, აქ არის რომ 3/4, 3/5 თუ 2/3-იო დასაძლევად, ნუ ჩემთვის ეგეც არ იქნება ესეთი განსხვავებული მაგაზეთ შევჯერდებით. კაი, ანუ გადავიდეთ შემდეგზე თუ ეხლა განვიაროთ თუ როგორ. ანუ რაში ვერ თანხმდებით, როგორ გავარჩიოთ თუ მე ვერ შეთანხმების წერტილი ამ იმაში რაც იყო ერთი ოლქი თუ მხარეები და დახურული თუ ღია. დიახ. და მაშინ შეგვილია რომ არგუმენტაციები, მაშინ ყველა ორივე მხარემ უნდა მოიტანოს არგუმენტაციები რა. გინდა სენატის გავარჩიოთ და მე დავუბრუნდეთ ამ განსხვავებებს. დიახ, მე ის ხო გითხარია, ნუ ადრე გავიდე და შეგვიძლია სენატის გავარჩიოთ, მაგრამ შევთანხმდეთ როგორ მუშაობთ რა, ანუ რაღაც არგუმენტები უნდა იყოს მოტანილი. მოდი ესე ვქნა, ჯერ იყოს არგუმენტები მოტანილი, მე ამ არგუმენტებს გიგზავნე. ამ პირიქით შეიძლება იყოს თქვა კრიტიკა იყოს შენი ერთმანეთის კრიტიკა იყოს, მე ამის საპასუხოდ არგუმენტებს გიბრუნებთ, ვაბრუნებთ. ამაზე ვერ შევთანხმდებით, რომ ეს არგუმენტები წინ და უკან ყოველთვის გაგვიგზელდება. არა, ხო და გაქვს რაღაცა რაოდენობა რა, თქვა ერთი მინუსი. რატო იცი რომ თქვა ეს ხო მიზანი არის, რომ ერთმანეთი კი არ გადავარწმუნოთ, უბრალოდ ჩვენი აზრი მივიტანოთ, თქვა მესამე ტიპი რო კითხულობს, იმას გქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილების საშუალება რა. ანუ ერთმანეთი კი არ უნდა გადავარწმუნოთ, ჩვენი თავი უნდა გადავარწმუნოთ, მოდი პირიქით შევხედოთ, ხო? და არა, ნუარც ეხა მოდი რა, ეხა იმას ვქნათ, რა ქვია, აი რა საერთო რა გვაქვს, განსხვავება რა გვაქვს, იმიტომ რომ ამ მოდელი ამებს რო ჩამოვწერთ, ხო, აი თქვა ჩემ ვარიანტს მერე, დათას ვარიანტს მერე, ჩემ ვარიანტს, ხო? მათ შორის რა არის განსხვავებები და რა არის საერთო, ხო? ამის წარმოქმნა რო შეგვეძლოს, ამის გამოტანა რო შეგვეძლოს. ეს რა, ანუ ოლქი არის. ორი საკითხი არის ხაუსთან დაკავშირებით. ეს არის ოლქი, ერთი ოლქი თუ ბევრი ოლქი, ანუ პროპორციულია, მაგრამ ერთი ოლქი თუ ბევრი ოლქი და ღია თუ დახურული. დიახ. ანუ მეტი განსხვავება არ არის. თუ ეს არის. ხოდა რა მინდა გავაკეთოთ, იცი? რომ ავიღოთ ეს მოდელები, ახლა შენაც გიწერია, მენაც მიწერია და ჩავსვათ იმ ვთქვათ მგლების გარემოში, სიმულაციურ სისტემაში, სადაც არის ეს ყველა ავტოკრატიული სისტემის მიტაცების მექანიზმები უკვე რაც არის პრეცედენტები და მივუსიოთ ერთ სისტემასაც და მეორესაც და ნახოთ სად გატყდება. აგერ არის ამის ეს ხო გააქვს ეს ჩააგდე.
კი ბატონო, შემიძლია ხა მე აქედან ვერ ჩავაგდებ, მაგრამ ეხლა მაგიდებ თუ გავაკეთო და მე ისე ვქნათ, არ ვიცი, გააქვს ამისი დრო? არა, მე ხო და მაგას ვამბობ, ეხლა 5 წუთში უნდა გავიდე. შეგვიძლია სენატიც გავიაროთ და მორჩება პრინციპი საკანონმდებლო. სენატი გავიაროთ. სენატი არის 150 კაცი, ფორმირდება ყველა კანტონის 2 წარმომადგენლისგან 3 ან 5 წლის ვადით. არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პოზიცია, 3-იც სრულიად ოკეია რა, არ არის საჭირო ძალიან გრძელვადიანი. ანუ არ უნდა ემთხვეოდეს იმის, რა ქვია, იმის არჩევნებს. ხო და დაემთხვევა, ის თუ ლუცი გაქვს და ეს კენტი დაემთხვევა. შეხედე წუთი. მან შეგიძლია გააკეთო გამოსავალი მოფიქრე ესეთი, რომ ერთი გაქვს 6 თვის ის არის. მაგალითად, თუ არის იმის, რა ქვია, ნახე, როდის დაემთხვევა მეორე არჩევნებზე. დაემთხვევა ამის მესამე არჩევნები. კი. ხო. მაგრამ შეხედეთ, თუ ვატარებ 6 თვის სხვაობით, ოკეია რა. არ არის ოკეი. იმიტომ რომ ყველანაირად ემთხვევა, მოკლედ არ არის. რატო წვალო, ისიც ლუცი აიღე და აღარ დაემთხვევა რა. სხვა დროს ჩაატარე 6 თვის იმითი და აღარ დაემთხვევა. ისიც ლუცი რო ავიღო, ახლა თქვა დავიღე 4. ხო. და საპრეზიდენტო რო ავიღო. ანუ 3 რაღაცის მოძრაობა არის, გესმის და რავი თუ არ ემთხვევა. მოძრავე მე როგორაც არ უნდა იყოს არც ერთი. ან ლუცები უნდა იყოს ყველა, ან კენტები უნდა იყოს ყველა. ანუ იწყებ უბრალოდ 1 წლის თითოეულს 1 წლის გვიან. ხო. ოკეი, შეიძლება მოკლედ რა პრობლემაა. 4 თქვათ მაშინ. ხო. ანუ დარწმუნებული ხარ ხო მაგაში? რატო უნდა მაგას დარწმუნება? მოდელირება უნდა გავაკეთო, არ მიცდი ეხლა რომ მათემატიკა არ ვიცი პირადად ის გავთვალო. კარგი, მოკლედ, თქვათ გვაქვს 4 წლის ვადით, თუ თქვენ ამბობთ რომ ესე იგი არ დაემთხვევა. ესე იგი რა ვარიანტებია? ეხლა მე ვიხრები ბოლოსკენ უფრო. ყველა კანტონის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ შემთხვევაში გვაქვს პრობლემა ის რომ სერიოზული პრობლემა თანაც რომ ვინც აკონტროლებს კანტონს, აკონტროლებს ამათაც. ანუ იგივე ძალა იქნება წარმოადგენელი ცენტრში, რაც ნუ ცოტათი არასწორია, ანუ აქტიურად მიტაცება იქნება ადგილობრივი იმის მხრიდან. მეორეა, რომ კანტონის საკანონმდებლო ორგანო, ამიტომაც ვარ წინააღმდეგი თქვა ნებისმიერი იმის და ეხა ესეც იგივე იქნება, ამიტომ მე გბროთ აქ ყველა ვარიანტი მაქვს ჩამოწერილი, რაც კი მე მგონი სოფლიოში არის. ანუ ეს data რო დავასხმა, ანუ ეს გაქვს გერმანიის მოდელის ნაწილი გაქვს ჩადებული. პირველი გერმანიის მოდელი გავს. მეორეა ყოფილი ამერიკის ყოფილი მოდელი, როდესაც სენატი ირჩევდა. მესამე არის პირდაპირ არჩევნები, როგორც ახლა არის ამერიკაში და არის საფრანგული მოდელი, რომელიც საინტერესო მომეჩვენა რა, ანუ კოლეგია ირჩევს, სადაც ერთიანდება კანტონის საკანონმდებლო ორგანო, არჩევითი პირები რა, მოკლედ თემის საბჭოები და მერები, ანუ ყველა დონე ერთიანდება კანტონის შიგნით. და ამ შემთხვევაში გამოდის ხოლმე, უბრალოდ კარგად არის ხა სანახავი ეგ რა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ პატარა თემებსაც აქვს პრინციპში ხმის უფლება. მათი ხმა არ იკარგება. თუ იქნება ერთიანი არჩევნები, როგორც ამერიკაშია, პატარა თემები იკარგებიან აქ რა, რეალურად. და აქ პირიქით ისე აღმოჩნდება, რომ ხმის მიმცემებს შორის პატარა თემები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე დიდი თემები. ამიტომ მოკლედ რაიმე ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიცია არ მაქვს, მაგრამ ნუ აი ეს ვარიანტებია. ამ შემთხვევაში ფაქტიურად მაჟორიტარული არჩევნებია, ილუზიის შექმნა ხა ის რომ რაღაც პროპორციული გვექნება 2 ან 4-ით რო იყოს, მაინც მაჟორიტარულია. ხო, რაც დამავიწყე პროპორციულში. პროპორციულში აქ დამავიწყე დავწერა ბარიერი 3%-ია. არა ნაკლებ 3%-ის. ნუ იგივე რა, რაც ჩანს მოდელშია. და იმის რა ქვია, დარჩენილი ადგილები არ ნაწილდება რა. ოკეი. ანუ შეიძლება ნაკლულად იყვნენ. ხო, ეს როგორ არის? აზრს მიხვდით, უბრალოდ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტერმინი ისტორია უხსნის თქვენ. მე მოვძებნი რა.
ანუ რომელი ფორმულით მიყვები ახლა ამას დეჰონტის თუ სეინტლაგის ესეც ჩაწერე Вообще ერთი არ არის, არც არ ვარ, უბრალოდ რაც არის შეხედე, ანუ რამდენიც არის ის გადანაწილდა იმ პროპორციით, იქ ხომ მიმატება რომელს უმატებ და რომელს აკლებ. არც ერთს არის მოშვები. უბრალოდ მაგალითად თუ არის პირობები 100 ადგილი რა 150 მაქვს, მაგრამ 100 იყოს სიმარტივისთვის და მოხდა ისე რომ 3-ზე ქვევით გვაქვს პირობითად რამდენიმე პარტია, რომელთა საერთო ჯამი პირობითად არის 10%, ну პირობითად დავიღოთ სიმარტივისთვის ისევ. ან 10%, კაი. ეს ნიშნავს, რომ იმ 10%-ს დარჩენილებს კი არ უნაწილებ. არამედ უბრალოდ გვეყოლება პარლამენტში 90 კაცი. აქ არის სანახავი უბრალოდ არ გაჩნდეს მაგალითად რაღაც კანონების მიღების პრობლემა. იმიტომ რომ 90 შეიძლება არ გიყოს და საიდან უნდა ათვალო. მაგრამ შენ თუ კონსტიტუციაში ან სხვაგან გიწერია CET შემადგენლობის და არა იმის რა ქვია რაოდენობა გაქვს მითითებული, მაშინ პრობლემა არ არის. მე მგონი ეს ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო ავიღოთ რომელიმე ან დეჰონტი ან არა ველოსიპედი რატო არ არის მარტივი რაღაცა გერმანიაში წესია იმათ არის მოშვება ანუ ეს ნახეთ რა არის პრობლემა არის ესეთი შეხედეთ პრობლემა დგება ეგეთი რომ ერთის მხრივ თუ ჩვენ ამ ხმებს ვუნაწილებთ ვიღაცეებს ისინი იღებენ იმაზე დიდ ძალაუფლებას ვიდრე მათ რეალური მოქალაქეებისგან მინიჭებული აქვს. ანუ მათ მაშინ არასახავს, არ უღებს ეს ყველაფერი რეალურ პრეფერენციებს, რომელიც ქვეყანაში არის პარტიების მიმართ. ამიტომ ამ 10% პროპორციები იგივე რჩება. პროპორციები არჩევნებისა თუ 3%. იგივე რომ რჩება, ეს 10% მათ აძლევთ იმის რა ქვია გადანაწილება როგორ უნდა გადაანაწილო რთული არის ხოლმე და საბოლოო ჯამში მე ის ერთი ხმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რაღაცა კანონისთვის რა. ამიტომ ჯობია არც ერთს მიუმატო და არც მეორეს რა, არც დიდ პარტიებს და არც პატარა პარტიებს რა. ამიტომ უბრალოდ გამოიყვანე რა, რამდენიც არის მოჭერი რა პრობლემაა. აი 90 არის ხო? დარჩა განაწილდა ხო? 90-ზე 90 კაცი გეყოლება და არა 100. რა პრობლემაა? ესეთი ის არის რა ახალი ველოსიპედის გამოგონება რომელიც საჭირო არ არის მე ვფიქრობ კიდე რა პრობლემა არის 10 პარტია სამაგიეროდ უნგრეთში მაგით მოიგო იმან იმიტომ რომ იქ გადანაწილება რო ხდებოდა გაიზარდა და მიიღო ავიდა იქამდე მე საკონსტიტუციო სენტლაგის ფორმულა და არა დეჰონტის ფორმულა შეგიძლიათ წაიგეთ ამ ფორმულებზე დათა და ძალიან მაგ ფორმულებს საკითხული მაქვს მაგრამ მაგ ფორმულების პრობლემა მეორე ნახე უმცირესობას უცრავაზლეო რა ხდება უმცირესობას რო ვაძლევ იმას რა ქვია ის უმცირესობა რომელიც რაღაცა ძლივს გადალახა 3% უცბად რაღაცა ზომაზე მეტ პრეფერენციას იღებს როგორც თითქმის ერთი კაცით მეტი ეყოლება არ ეყოლება ზუსტად ერთი იმის რა სენტლაგი რა არის შემდეგ modified sent-lagi არის რომელიც რომ მაგას გაძლევს რასაც ახლა შენ ამბობ მაგრამ არ არის საჭირო უბრალოდ ჩვეულებრივ sent-lagi რო გავაკეთოთ ეხლა 0-3-იანი განსხვავება სადღაც იქით აქეთ და რაღაცა ეს არის რა ხურდების საუბარი თუ ამატებს პრობლემაა და თუ არ ამატებს კი ბატონო მოკლედ თანხმდებით იმაზე რომ ის რა ქვია პროპორცია არის მოკლედ ჩემთვის არის 3%-ზე ქვევით არ უნდა იყოს ბარიერი და მეორეს მხრივ უნდა იყოს ერთ-ერთი ასახავდეს იმ პროპორციას რაც მიიღო არჩევნებში არც მეტი არც ნაკლები აი ეგ არის მოკლედ პრინციპული და რა მოდელით იქნება ეს სულ ერთია ჩემთვის არის თუნდაც ის რომ არ იყოს ფიქსირებული რაოდენობა და თუ არ მოგროვდა მაგდენი ოკეი იქნება რამდენიც მოგროვდა კი ბატონო აი მოკლედ ეგ იყო რაც მინდოდა ის დამატებაც და სამჯელო მე მგონი ჩვენ რაც გვაქვს არის სენატთან დაკავშირებით აი ეს მე ეს 4 მოდელი ვიცი მოკლედ სხვა მოდელი არ ვიცი შეგვიძლია როგორც შენაო ვასილ ველოსიპედი გამოვიგონოთ მაგრამ ეს არის ის რაც ეხა მახსენდება რა მოკლედ ამ წუთში თუმცა იტალიაზე აღარ მახს იტალია არ მინახია ოკეი ეხლა თეორიული პრობლემები აქვს თიქა ეცეთებოდის პონგავარ როგორ 60+ უმრავლესობით ამტკიცებს პრეზიდენტის წარდგინებით უსაფრთხოების კაბინეტს
აი ეს ისრაელში რაც არის უსაფრთხოების კაბინეტი და ჩვენთან რაც არის მოკლედ ამ მოდელში, ჩემ მოდელში რაც არის თავდაცვისა და მოკლედ საგარეო თავდაცვა და სპეცსამსახურების კოორდინატორი ერთიანდება და სწრაფი რეაგირების თავდაცვის ის არა მოკლედ კაბინეტი და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს. ამას აკეთებს სენატი. შეკითხვა აქვს. როდესაც ანუ აქ ცოტა სხვა იმაში გადავდივართ, პრეზიდენტის ინსტიტუტი რომ აძლევს კანდიდატურებს, ერთს აძლევს თუ რამოდენიმეს და იქიდან ერთს აძლევს, სასახად აძლევს ერთს მოკლედ. აქ არის ყველაფერი არის თითო-თითო. ანუ არანაირი იქ თუ აძლევს, ანუ პრეროგატივა ნომინაციის აქვს წარმოადგენს. ისე როგორც წარმომადგენელთა პალატის ფუნქციების ფრაქციების მიერ წარდგენილ მთავრობის საბჭოს ამტკიცებს 60+-ით. პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი წარდგინებით ნაციონალური სააგენტოების ხელმძღვანელებს. აქაც იმის უალტერნატივოდ აქვს ეს რა ქვია. ნუ თუ იმათმა არ მისცეს ალტერნატივა, შეუძლია იმათმა მისცე, მაგრამ პასუხისმგებლობა არის მათზე. აი ეს არის განსხვავება, რაც იყო სოსო ჰაუსსა და აი ამ კანტონარულ დარბაზს შორის, ეს არის რომ ესენი ამტკიცებენ თავდაცვის კაბინეტს და ამტკიცებენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს. ეხლა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კარგად ჩემთვის თითოეულ ორგანოს აქვს თავისი ფუნქცია. კანტონების ფუნქცია არის კანტონების საბჭოს ფუნქცია არის წარმოადგინოს კანტონების ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებასა და მონიტორინგზე კანტონების პროაქტიული მონაწილეობა. ეს არის ამის ფუნქცია რა. და შესაბამისი ფუნქციებით არის ამიტომ როცა ფუნქციებზე მუშაობდი, ეს ფუნქციები მივეცი ასე ვთქვათ, რომ მას შეეძლოს გარკვეულად აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც თავისუფლად გაყოფილია პრეზიდენტის გარშემო და მთავრობის გარშემო, ორივე მუშაობს გარკვეულად აი ამ კანტონების წარმომადგენლების თან პარტნიორობით. როგორც ეს არის ამერიკულ მოდელში რა. ეს იყო მოკლედ. ეხლა მოდით სხვაობები ვნახოთ. ვასილ, შენთან რა ემთხვევა და რაც არ ემთხვევა? ხო, ნუ აქ პრეზიდენტის ინსტიტუტი წარადგენს ჩემს მოდელში რამოდენიმეს, რაც შეეხება თვითონ მთავრობის ფორმირებას, მაგრამ ეს მე მგონი უფრო ოდნავ ცდება იმას. ხო, ეს უფრო იმაში შედის, ანუ პრეზიდენტის ინსტიტუტის უბრალოდ მე არ მიწერია, მე არ მithქვამს რამდენიც, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ამათი უფლებამოსილება რა შედის, რომ 60+-ით ამტკიცებს ამას და რა პროცედურაა მეა გაწერილი არ მაქვს, უბრალოდ შემკითხე და გიპასუხე. გასაგებია. ხო, არა, ეს ჩემთვის მისაღებია, ზოგადად მიდგომა. ეხლა ადრე 60 იყო ამერიკაში და მე ჩამოწიეს 50-მდე, რომელმაც გააფუჭა პრინციპში საქმე. ამიტომ ეს ამის ჩაწერა ესეთნაირად მე ამას ვეთანხმები. უბრალოდ ნომინაციის საკითხთან მაქვს ოდნავ ხოლმე პრობლემა, როდესაც რომ მხოლოდ ერთ choice აძლევს სენატს პრეზიდენტის ინსტიტუტი. მე მირჩევნია, რომ იქ იყოს რამოდენიმე choice-ი, ვიდრე რომ ერთი choice იქონდეს მიცემული სენატს და მე იმან თქვას, რომ ეს მინდა ან არ მინდა, ჯობდა რომ თქვათ 2 ან 3 ქონდეს და შემდეგ ერთი აერჩიოს აქედან სენატს. მაგრამ ნუ ეგ სხვა საკითხია, ცოტა მსგავსია, მაგრამ დაახლოებით ნუ არ არის რა ისეთ sticky point-ი. აი ასე რომ სენატთან დაკავშირებით მე არ მაქვს პრობლემა, ეს არჩევნების წესი შენ რამოდენიმე გიწერია აქ და ჩემთან არის უფრო დაკონკრეტებული როგორ მოდიან ეს წარმომადგენლები, ანუ განსხვავებულია შენგან განსხვავებულია, იმიტომ რომ იქ როცა შენ მაგალითად მე ჩემთვის იქ ეწერა რომ მაგალითად ის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს, ხო, ერთი ხმა. ორი ხმა ყოველ წელს, ხო? ორი ხმა, ორი თუ ერთი? 4 არ იყო? ორი ხმა იყო ყოველ წელს. არა, აბა კიდე ერთხელ გისკენი. ამიტომ გავაზიარებ. ამას გავთიშო. აი ეს მეორე წყარო 56 წევრი
ანუ ყველა მოდი თავიდან მივიღე არჩევნები როგორ ხდება მაგ იმაზე გადადი? აი ეს ნაწილი მხარეთა პალატა? ხო. ოკეი, მხარეთა პალატა 115 წევრი, პირველი წყარო არის 69 წევრი, თითოეული 23 მხარიდან 3 წევრი, უფლებამოსილება არის 6 წელი დროში აცდენილი ვადებით და ყოველი მხარიდან 1 წევრი ირჩევა ყოველ კენტ წელიწადში. ოკეი? ანუ თითოეულ ადამიანს ირჩევ ყოველ კენტ წელიწადში. ხო, ანუ ხო, მხარიდან. ანუ თუ არის თქვათ 2025 კი, მესმის, პრობლემა გახსოვს ამაზე ვილაპარაკეთ და ისევ დატოვე ალბათობა იმის, რომ ესე იგი, რადგან ერთ კაცს ვირჩევ. აჰა. ანუ ყოველთვის ვინც ძლიერია, იმას აქვს შანსი, ანუ ფაქტიურად სამივე, ხო სამი კაცი ყავს ესეთი. ყოველ წელს ალბათობით სამი გეყოლება ხოლმე ერთ და იგივე ძალის წარმომადგენლები. აჰა, უყურე. ეხა ყოველ წელს როგორ ესე იგი შენ ამბობ რომ ეხლა რო ავირჩიო, შემდეგ ორ წელიწადში რო ავირჩიო და შემდეგ ორ წელიწადში ავირჩიო, რადგან მაჟორიტარული სისტემაა, მაინც ერთი და იგივე პარტიიდან აირჩევენ, ხო? მაგას ამბობ. ალბათობა მაღალია თქო, მეტი არაფერი. მაგაზე ვიფიქრე მე, მაგრამ უყურე რა ხდება. თქვათ ავირჩიე ერთი პარტიის, თქვათ აპარტიის წარმომადგენელი და ხალხს აღარ მოწონს ეს აპარტია, ხო? იმიტომ რომ რაღაცას კარგად აკეთებენ, ან ცუდად ან მოწონთ, ან არ მოწონთ. იმის დამიხევით, რომ როგორ მოიქცა ის წარმომადგენელი 2 წლის წინ რომ ავირჩიეთ, შემდეგ წარმომადგენელს, ხო, რაღაცა დოზით მაინც იმ ტიპის მიხედვით აძლევ ხმას. შესაბამისად, ისე არ გამოვა რომ ყოველთვის ასეა რა, ანუ თუ მე ვთქვათ რაღაც ტალღაზე შევსვი ეს ყველა ხალხი და ერთად ავირჩიე რომელიღაცა კანტონში ეს სამივე, ხო? შემდეგ შემიძლია მე დავგეგმო როგორც პარტიამ რომ მოდი აი ამ 3 წელს აი აქეთ მექნება ტარგეტი რომ ეს ხალხი მე ავირჩიე უფრო მეტი და სამივე ერთად შევყარო და ანუ დიდ განსხვავებას მანდ მე ვერ ვხედავ, პირიქით პასუხისმგებლობის ელემენტს ვხედავ განგრძობით ვადაში, რომ ერთის არჩევნები განაპირობებს მეორეს არჩევნებს, იმიტომ რომ ერთი პარტიის წევრები არიან. მივხვდი რა ვთქვი? კი, როგორ არა, კი. ანუ ორ წელიწადში ერთხელ შეიძლება უკვე ყელში ამოუვიდეს რა, ამას ამბობ და მეორეს მისცეს. და თქვა ასე არ მინდა ეს იგივე პარტია, სხვა ტიპს მივცემ, იმედია მარტო პარტიულობის მიხედვით არ გადაწყვეტ მაგას, მაგრამ ნუ რეალობას რო შევხედოთ, ალბათ ასე იქნება და იტყვის რომ იცი მე აღარ მინდა ეს, იმიტომ რომ ამ ტიპებმა არ გამიმართლეს რა. ამიტომ დავტოვე, მე ვიფიქრე ამაზე, შენ რას თქვი და რაღაც მოვაწყე თავში რომ ესე ხوار ჯობია, მაგრამ მაინც ესე ჩავთვალე რომ ესე ჯობია რა. აი, გადავიდეთ, ესე იგი ეს გვაქვს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თითო კაცს სვლიან და ის მეოთხე რად გინდოდა იმას რა პრობლემას უგვარებ მეოთხეთი. მეოთხე ვინ არის? ეს 46 წევრი? მეოთხე ხო ყავს ისა რა ქვია, მეოთხე კაციც ხო ემატება. არა, მეოთხე კიდე ორი კაცი ემატება, მეორე წყაროდან, ეს არის ყველა მხარეს რომ საკანონმდებლო აქვს, იქიდან 1 წლით ვადით ირჩევა 2 წარმომადგენელი. ხო? ანუ ჩვენ ვართ მაგალითად, არ ვიცი რა ვთქვა, 5 წევრი ყავს? ჰა? კაცო 5 წევრი გამოდის, ვერ დავთვალე ხა მე. წევრი გამოდის, კი. ოკეი, მე-4 მახსოვდა. კარგი, ოკეი. და გამოდის როგორ რომ თქვა ჩვენ აბაშელები ვართ, ჩვენ გვაქვს აქ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და აქ თქვით რომ ორი კაცი ყავს გასაგზავნი რა ყოველ წელს. იქ იქნება 1 წელი, ჩვენი წარმომადგენელი იქნება, ის იქიდან ხმას მოგცემს ხოლმე, მოგვაწვის ხოლმე რომ მაო აგერ ისინი კანონმდებლო. კი ბატონო, რეალურად ეს იქნება დომინანტური ადგილობრივი ელიტა, იქნება კარგად წარმოდგენილი რა ფეოდალები. კარგად იქნება საკანონმდებლოში წარმოადგენელი, ამ საკანონმდებლოს წარმოადგენელი იქ იქნება გაგზავნილი, მაგრამ ის სანამ ხმას მისცემს, ჩვენ გვითანხმდება და გვეუბნება რომ აი ასეთ რაღაც საპირებენ და ჩვენ გვაწყობს, კი გვაწყობს, მივცეთ ხმა და ისინი აძლევენ ჩვენს ნაცვლად. არა, ეგ არასწორი არის, ვასილ, ბრო, დემოკრატიის წინააღმდეგ არის რა და მანდ შეუულია, ნახე, წარმომადგენელს რაღაცას მანდატს რო ანიჭები, იმის მანდატიც უნდა გქონდეს, რომ თუ უბრალოდ ღილაკის დაჭერა, მაშინ უბრალოდ დაეგზავნოთ ხომ ამათ და ხმას მისცემენ, ანუ ეს თუ პოსტალიონია და თუ რაღაცა მანდატს ვანიჭებთ მაშინ შეცდომის დაშვების უფლებაც უნდა გქონდეს. შეიძლება ამის ხმა გამოიწვიოს, ეხლა ასამბლეაში გვაქვს ეგრე რომ შეუულია იმან რა ქვია, წარმომადგენელს შეუულია თვითონ მისცეს ხმა როგორც უნდა. ოღონდ
ის რა ქვია, იმას შეუძლია გამოიწვიოს ეგ ხმა მისმა ჯგუფმა. ანუ შეუძლია პარლამენტმა კანტონისამ გამოიწვიოს ეს ხმა, მაგრამ რა ვიცი, ესე ყველა ჯერზე, ყველა დებატებში ამათან გამორბოდეს, უბრალოდ არასწორია რა. აი ორის დასწრებული ადამიანი მიყავს. გზავნი და უნდა მიანდო და თუ არ მოგწონს თქო, ბერკეტი იმის რომ მათი ხმა დაბლოკო, მათი ხმა გამოიწვიო. უნდა გქონდეს, ოღონდ ამას უნდა ჭირდებოდეს ეს კვალიფიციური კვოტა, კორუმი და არა უბრალო. ორი ის არის, ორნაირად შეიძლება შეხედო ამას. ერთი არის თვითონ ამ ადამიანის მანდატიდან გამომდინარე, რომ მისთვის იყოს ეს ასე ვთქვათ fair, ხო? ანუ სამართლიანი მისი კუთხიდან და მეორე სისტემისთვის რომელი ჯობია, რომელი უფრო სამართლიანია და რა პლუს მინუსებია ერთ არჩევანში და მეორე არჩევანში. მე ამ არჩევანში პლუს იმას ხედავ, რომ ეს ამ ადამიანებს, რომელიც ამ საკანონმდებლოში მუშაობენ, მოუწევთ ერთმანეთთან გინდა არ გინდა, კარგად ახლოს მუშაობა, კოლაბორაცია და ერთგუნდად მოქმედება. ანუ პოლარიზაციის დონეს თვითონ ამ საკანონმდებლოში, რომელიც არის თვითონ ამ იმაში მხარეში, ხო, დაწევს ქვევით, იმიტომ რომ მათ სხვა გზა არ ექნებათ. შესაბამისად, ეს სიკეთე მე იმდენად კარგად მიმაჩნია, რომ სხვა ვიღაცას რომ რაღაც ჩამოერთვა ის რომ თვითონ თავის საწინააღმდეგოდ იმას რაღაცა მარტივი ის არის, ვასილ, სხვა რამეს გეუბნები. ესენი მაინც ეს ორი ტიპი ხო, მაინც უმრავლესობამ აირჩია. აჰა. დომინანტ ჯგუფებმა აირჩიეს. მაგას გეუბნები არანაირი ამათ ფაქტიურად არის ამ დომინანტური 엘იტის წარმომადგენელი გამოდის. რა ეხა რეალურად შეხედო, მაგ მოდელში ეგრე გამოდის. ერთი გამოკლებით რომ ერთი წელი რომ იყო, თქვათ ვიღაც რომელიღაცა პარტია, ხო, წარმომადგენელი იქ. შემდეგი წლისთვის ის პარტია ვეღარ იქნება იქ და უნდა შეცვალონ და სხვა ერჩიონ. უნდა შეცვალონ და მეორე დომინანტი პარტია იქნება, ორ პარტიულობამდე მიდიხარ, ანუ მაჟორიტარული იმით და აი ამ მოდელით იმას რა ქვია. მარტო ორი არის. მინიმუმ რატო ვერა შემდეგ იმას ეხა აიყო, მე ბ იქნება, მე ისევ აიქნება, მე ისევ ბ იქნება, არ არის შეცვლა. ორი რო შეცვალოს, მასე კი? ერთმანეთს შეცვლავენ, ხო, შეცვლიან, ხო, რა თქმა უნდა. ორი რო იყოს? ბ-რა. ჰა? ორი პარტია რო იყოს კი ბატონო და ერთმანეთში გაიყონ. კი, იმასე შეიძლება. ერთმანეთში გაიყონ. მაგას გეუბნები, ანუ ეს მოდელები მაჟორიტარულ და ესეთი წარმომადგენლობით სადაც პროპორციულობა ვერ ხორციელდება, ვერ რეალიზირდება, აუცილებლად იწვევს ორი პოლუსის ფორმირებას. უბრალოდ ეგ არის ეგეთი კანონზომიერებაა რა, მაგის ხმა მინდა და აქაც ეხა როცა აი ამ ორ კაცს ირჩევ, რეალურად იქნება ორი ის რა ქვია, ორი პარტიამ შეიძლება გაიყოს რა. ხო, მე ამაზე არ მაქვს ის რა ქვია გართულება, ეს ჩემთვის არ არის ისეთი კრიტიკული ნაწილი, შემიძლია უბრალოდ პირდაპირ დავტოვო ის რაც ზევით არის და ის 46 კაცი ამუშალო. უბრალოდ აქ იყო ის სიკეთე იდეაში გამიზნული, რომ კოლაბორაცია ყოფილიყო დაბალ და შუა და ზედა დონის საკანონმდებლოსთან რა. და ასევე ის იყო რომ შიდა საკანონმდებლო საქმეები აი პოლარიზაციის ნაწილი რომ დავარნილიყო ქვევით. მე საერთოდ არ მომწონს არაპირდაპირი წარმომადგენლობა, უბრალოდ არაპირდაპირი წარმომადგენლობის შემაკავებელი მექანიზმი აქ იქნებოდა ამათი გამოწვევის საშუალება, რომელიც იქნებოდა ძალიან შორეული ნატურა, მაგრამ შესაძლებელი ხალხის მიერ იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეს ამ წარმომადგენლებმა რომ თუ რაღაცას მართლა აშავებს ხალხს შეუძლია შეიკრიბოს და გაიწვიოს უკან. თორე მე არა მაქვს პრობლემა ამ 46 მოვწევ. რამე შეხედეთ მაგას გეუბნები, ანუ თუ რამეს აშავებს ეს ხო დაშავება ხო რაღაც კონკრეტულში გამოიხატება. მაგალითად არა სწორი კანონის მისცა ხმა, მის წავიდეს და გაიტანო რეფერენდუმზე. შეიძლება აი, მოკლედ გავიაროთ აბა ეს ფედერაცია. ეგ საკითხიც გავიაროთ? ოკეი. არა, ეს ეგ საკითხი არა. ეხა ეს, ანუ ამ 46 60-ანა 46 კაცს ვატებთ, იმიტომ რომ რაღაც პარლამენტ, ანუ ფაქტიურად ესენი არიან ღილაკები არიან, გესმის? ანუ არანაირი ის არა აქვს, просто 46 კაცი უნდა ვარჩინო თავისი აპარატით. არანაირი ფუნქცია არ აქვს. ან რაღაც ფუნქცია მითხარით. უყურე, იგივე შეგიძლია თქვა იმაზე, რა ქვია,
გერმანიის ლანდერების წარმომადგენლებზე. ხო, ისიც ასე არიან. იქ მეთაურები შედიან, კაცო. ხო? მეთაურები შედიან. როგორ არა აქვს ფუნქცია? ბლოკერები არიან, კაცო, ზედა პალატაა. ეგეც მაგას ვამბობ, რომ ესეც იგივე ესენი ვერ იქნებიან ბლოკერები, ესენი ერთი ის არის წარმოიდგინე. ანუ ისინი მხოლოდ ეგენი არიან. მოიცა, ისინი ეგენი არიან და კონკრეტულად ისინი ეგენი ისინი ვისაც ჩვენ ლაპარაკობ, ის ხალხი არის მარტო ისინი მათგან ფორმირდება მარტო სენატი. და აქ 46-მა კაცმა რა უნდა გააკეთოს დანარჩენი 150-ის წინააღმდეგ თუ რამდენიც არის 20 იმას რა ქვია. აქ არის შექმნილი ესეთი 69 ანუ აქ არის გერმანიაში მექანიზმი, როგორც არის ჰიბრიდულები არ მუშაობს რა, ჰიბრიდულები ყოველთვის არის ნეგატიური რა. არ მუშაობს. ანუ ჩვენთანაც ჰიბრიდული საარჩევნო კავშირი რო ქონდა, უნგრეთშიც რო ჰიბრიდული იყო, ანუ ეს რაღაც საბჭოთა ფენომენია. ან ისე გაქვს, ან ესე. გერმანიაში არის ძალიან ცხადად. ზედა პალატა, ეგრეთ წოდებული ზედა პალატა არის მიწების წარმომადგენლები, რომლებიც ბლოკავენ ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ფედერალური საკანონმდებლო ორგანო. აი ეგ არის და მე ფებში არავინ არ ეხება. ეს არის არა 46-ი არ არიან, სულად ეგენი არიან გესმის და ფეხებში არავინ არ ედება რა. უბრალოდ ისინი არიან, მხოლოდ ისინი რა. ანუ და ამთან აღმასრულებელი ორგანოები რა, ანუ არასაკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი. ანუ უკვე ცხადად მიწების მმართველები. ეს კარგია თუ ცუდი სხვა არის, მაგრამ ნუ იქ ესია. ამერიკაში იყო ის რომ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ ზედა პალატა. რაც მე პირდაპირ არჩევნების ჩირის ხნა. ჰიბრიდიზაცია არის ხომ ყოველთვის პრობლემური რა, ანუ ამ შემთხვევაში ეს ტიპები იქნებიან რაღაც გარკვეული ბალასტი რა, მე ესე მეჩვენება და ამიტომ ეს არ არის ამერიკის არც ამერიკული მოდელი, არც გერმანული. ორივეა ერთად. მაგრამ ხო და ორივე მაჟორიტარ პროპორციული რო ქონდა მაჟორიტარ პროპორციული ორივე ერთად თითქოს, ხო? თითქოს კარგი იყო, რომ ნახე ყურს აგურ კარგად ხდება. გაქვს ერთის მხრივ პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში და მეორეს მხრივ ყველა რაიონი არის წარმოდგენილი თითო ადამიანით. თითქოს ყველაფერი ოკეი იყო, ხო? ეს ყურზე კარგად მუშაობდა. გათვალისწინებული იყო იმის რა ქვია, ორივე ტიპის წარმომადგენლობა, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ვიღებდით? ვიღებდით იმას, რომ ადგილობრივი ფეოდალები ურიგდებოდნენ ადგილობრივ მთავრობას, რომ მერე მთავრობას თვალი დაეხუჭა მათ ფეოდალიზმზე ადგილზე და როცა აკალდებოდათ ხოლმე ის რა ქვია, პროპორციული ხმები, ესენი უკრავდნენ უმრავლესობას და ამით მერე ხდებოდა ძალაუფლების მიტაცება. აი სცენარი იყო ეგეთი. ამიტომ ჯობია რომ ან ერთი იყოს, ან მეორე რა. პირველი იყოს. აი 69 კაცი იყოს ჯობია, ვიდრე 46. და იყოს პირდაპირ არჩევნები, ვიდრე არაპირდაპირ. მე მაგის მომხრევა. შემიძლია ეს 46 არ მოვიყო, არ მაქვს მაგაზე პრობლემა. ბიჭო, პრობლემის ის კი არ არის. მე ამას ვაკრიტიკებ მაგას. ამოვიღოთ. უბრალოდ სხვა რამეს ვამბობ, რომ შეიძლება რაღაცა სხვა მოტივი, ანუ რაღაცა სხვა იმდენად ღირებული გაქვს, ჩადებული თქო, რომ რამ ეგ ეხა არგუმენტი რაც მოიყვანეთ, თქო, ეგ არ არის. შეიძლება რაღაც სხვა არის, რომელზეც ინტუიტიურად ჯერ გააზრებული არ გაქვს და სანამ ამოვიღებთ, იქამდე უბრალოდ ამაზე ისქენი, უბრალოდ ეგ რაც თქვი, არგუმენტი არ არის, თქო, რაღაც სხვა შეიძლება იყოს. შეიძლება რაღაც კიდე რა ვიცი, რაღაცა კონდეს აზრი ამის ესეთ მოდელის არსებობას. უბრალოდ მე აზრი რა არის, იცი? იგივე აზრი რაც არის, რომ იყოს ორპალატიანობა, თითოეულ პალატაშიც რომ გაშალო კიდე უფრო მეტად მოსვლის პალატაში შესვლის, ანუ კიდე უფრო დეცენტრალიზაცია გააკეთო, პალატა სუბდეცენტრალიზაცია გააკეთო თითოეულ პალატაში, იქნებოდა დაახლოებით აი ესეთი მექანიზმი, რომ კიდევ რამოდენიმე ტიპის წევრები ყავდეს შიგნით შეყვანილი რა. და პლუს ის სიკეთეები, რომ რაღაც კონტაქტი არსებობს რეგიონალურ დონესთან, ცენტრიდან. აი ეს იყო ამაში იდეა. მე ჩემთვის მისაღებია ესეთი ის, თუ დარჩება უკან გაწვევის მექანიზმი. თუ არ დარჩება უკან გაწვევის მექანიზმი, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში რო იყვნენ, მაშინ ჩემთვის უკვე მისაღები არ ხდება ეს. ამიტომ მე მომხრე არ ვარ არაპირდაპირ წარმომადგენლობის, თუ მას არ აქვს უკან გაწვევის მექანიზმი. პრინციპულად დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას ჩემთვის არ აქვს,
უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იყოს მაგალითად ღია სიები და არ იყოს ნაციონალური დონის საერთო სიები. ეს უნდა იყოს სიები უნდა იყოს დეცენტრალიზებული. აი, მაგ ორს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ამას როგორ მოვაწყობ შიგნით, ხო? ეს 79 წევრის მექანიზმით იქნება, ვთქვათ, ამერიკის მოდელის მიხედვით თუ გერმანიის მოდელის მიხედვით. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს გერმანიის მოდელს ჩამოხსნიდი პირველ რიგში აქედან. მაგრამ არ გავიაროთ ეგ მოდელები პლუს მინუსები გერმანიის, ამერიკის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იმიტომ რომ იქ რაღაცა უკვე დაგროვებული ექსპერიმენტია რა, ზოგან 200-წლოვანი ექსპერიმენტია, ხო? ესეთი ცოტა სიტყვიერი კამათით ესე ვერ გავივლით რა მეგობრებო რა. ეს არა, გავინაწილოთ და ისევ ვქნათ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ჩემის აზრით როგორ უნდა ვქნათ. აი არის ვასილის მოდელი, არის შენი მოდელი, არის ჩემი მოდელი. ეს სამი მოდელი უნდა ჩავწეროთ, დავწეროთ, მათ შორის განსხვავებები უნდა დავაფიქსიროთ და მსგავსებები. მერე შეიძლება ავიღოთ რაღაც გერმანული მოდელი, ფრანგული მოდელი, თქვათ და მათ შორისაც მსგავსებები და განსხვავებები ჩამოვწეროთ და მერე შეგვეძლება ჩემი ნაზრით ვიტყვი რუკას დავხედოთ და ვიმსჯელოთ რა. ესე სიტყვიერი კამათი ძალიან რთულია, იმიტომ რომ მასალა არის ზღვა. ეხლა ვიზუალიზაციას ვაკეთებდით, ანუ ვასილს მაგას ვეკითხებოდი, რა გვაქვს საერთო რა ის თქვა, ანუ ჩამოვწერე რაღაცებს და ამას გავაზიარებ, მაგრამ მე მგონია რომ კიდე გვჭირდება რომ აქ შემოვიყვანოთ მოდელებში ანუ აი შეიძლება თქვი რა, მოკლედ ეგეს გავაკეთოთ. ანუ თუ გინდა გავიყოთ ეხლა ისევ ვირას გააკეთებს, თქვა ამოცანა იყოს ეგეთი რომ თქვა სენატის ფორმირება, მარტო სენატის ფორმირება. აი მარტო სენატის ფორმირება ავიღოთ, როგორ არის სენატი ფორმირება, როგორ ხდება თქვა იმაში ამერიკა, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია. აი თქვა ეს ქვეყნები რო ავიღოთ 6 ქვეყანაა. ეს გავლილი დათა ეს ესეთი მეფინგი არ გვაკეთებული. არ გვაკეთებული არსა და არ გვაკეთებული ძლიერი და სუსტი მხარეები რა. იმიტომ რომ არ გვაქვს ნამდვილად ხე 6 ქვეყანა არ გვაქვს. გვაქვს ზოგადად. მან რა პრობლემა უყურე? ის ფაქტი თუ ეს წარმომადგენლები როგორ ირჩევიან, რა პარტიული სისტემაა შიგნით, ხმარობენ თუ არა იმებს, რა ქვია, პრაიმერებს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ეფექტი აქვს იმაზე, საერთო ჯამში რა გამოსავალთან მივდივართ. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ აი იქ მუშაობს ეს სისტემა და მსგავსი არჩევნები აქეთ ჩავატაროთ, უნდა ავიღოთ მთელი სისტემა ერთად და არა რაღაცა ამონაგლეჯი იქიდან. ამიტომ ძალიან არ გავერთოთ ამასთან თამაში, თუ არ გავერთოთ სისტემა. სხვა რა გამოსავალი გვაქვს, ნახე, ანუ სხვა რა გამოსავალია. აი ესეთ რაღაცას ვფიქრობ კიდე რომ და არ ვიცი რომ შეგვიძლია რომ ეს მთელი მოდელი, საერთო მთელი პაკეტი, რაც არის 1, 2, 3 და ასე შემდეგ, ჩაუშვათ ინტელექტში, აი მაშინ არა ჰალუცინაციურ მოდელში და უთხრათ რომ ოკეი, აბა მოდი მარტო საკანონმდებლო გამიტესტე 1, 2, 3 და მითხარი ერთმანეთს დაატოლე ესენი, ასევე აიღებ თქვა გერმანიის მოდელი, ამერიკის მოდელი და პლუს მინუსები მოდების წერტილები ასე შემდეგ ამომიგდე, რომ ეს როგორ შეედარება თქვა თუნდაც იტალიას ან საფრანგეთს ასე შემდეგ და ის შემდეგ ჩამოგვიწერს ესეთ სვეტებად, რომ შენს მოდელში ეს არის, ან შეიძლება პრობლემები ეს იყოს, იმიტომ რომ პრეცედენტულად შეიძლება ეს მომხდარა და ასეთნაირად დაგიგებენ ხაფანგს, ან იქით იმას ეს პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ მარტო ამ მოდელის ამ ნაწილს მივცემთ, ხო, იმან არ იცის არჩევნებში როგორ მოდის ხალხი, თუ პარტიები დეცენტრალიზებულია, თუ ცენტრალიზებულია, ფინანსები როგორ აქვთ ამ პარტიებს დალაგებული. ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე მე მოქმედებს, რომ შენ ვამბობ, რომ აი მთელი მასშტაბით იყოს, ხო, ეს ღია სიები და ცენტრალიზებული იყოს პარტიული ფინანსები, ხო, ეს სულ სხვა მოდელია და ამ მოდელის მარტო ამ ნაწილს რო აიღებ, ხო, საერთო მთელ ცხად სურათს ვერ იღებ რა დათა და ამიტომ როგორ გავაკეთოთ? მესმის, მაგრამ როგორ გავაკეთოთ? ანუ ეს ჰოლისტიკური და თან დეტალებიც როგორ ავაწყოთ? ხო, იმიტომ რომ ჰოლისტიკურად ავიარეთ, მთელი მოდელი მივცეთ, ერთიც, მეორეს და მესამეც
და მე მგონი დაძლევს ამას, რომ ამის ისეთ ეს მოდელი, მაგრამ ვერ დაძლევს, იმიტომ ჯერ ერთი მიკერძოება აპრიორი უდევს, იმიტომ რომ ის რაზეც ის ეფუძნება არის იმ კვლევარების ნამჯელი, რომელიც რაღაც პერსპექტივიდან უყურებენ და ეს პერსპექტივა გამოკვეთილია იმ ასე ვთქვათ კონკრეტულ გამოწვევაზე, რომელზეც ის კვლევარები ფიქრობდნენ და მუშაობდნენ და იმათი იდეოლოგიური და პოლიტიკური განწყობები არის ხოლმე ასახული. ამიტომ აპრიორი მიკერძოებულია თუ მაინც და მაინც კონკრეტ მაგის თავიდანვე გავითვალისწინოთ ეგ და მეორეა რომ რა ვიცი ჩემთვის ინდიკატორი არის აი მე რაც აი მაშინ რაც გაჩვენეთ user story-დან სხვა კითხვას რა რომ ეს პრობლემა აი ამ მოქალაქეს ესე უგვარდება თუ ესე უგვარდება ანუ რას ველოდებით იცით რა მინდა აი უბრალოდ ჩამოწევთ აი რას ელოდებით მაგალითად სენატისგან რა როლი უნდა შეასრულოს დიდ სისტემაში. აი მაგალითად ჩემთან იყო რომ მე მიწერია თქვათ ისა შეიძლება გასაშლელია, მაგრამ აი სენატისგან როგორც დიდი მართლობითი სისტემის ერთი რგოლისგან რას ველოდები? აი რაზე უნდა დავფიქრდეთ კარგად. მნიშვნელობა ყველა დიდი მნიშვნელობა ამ ორ პალატიანობას შორის აქვს ერთ იმას, რომ სხვადასხვა სივრცეში ირჩევა საკითხი და ეს წარმომადგენლები მოდიან იმ პოზიციაში სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ერთი შეიძლება იყოს შტატის ინტერესები, როგორც მთლიანად, მეორე შეიძლება იყოს რომელიღაცა წარმომადგენლობა ან პროპორციული ნაწილი და იმის დამიხევით თუ რამდენია პოპულაცია, ამდენი ადამიანია და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვანაირი არჩევნების წესით მოდიან და ორ პალატაში ცალ-ცალკე ირჩევა ეს და ორივე უნდა დაეთანხმოს. და ის დეტალები რომ თქვათ რა ფუნქცია აქვს ამას და მაინც რაღაც ფუნქციები შევტენოთ ამას ისეთი რომელიც მეორეს არ ექნება და ასე შემდეგ ხო გასაგებია ამის პრეცედენტები არსებობს მაგრამ ძირითადად ის არ დავკარგოთ რომ რატომ არის ეს განცალკევებული აი ეს არის რაც თქვი და ის რომ თქვათ ერთს უფრო სხვა ფუნქცია აქვს და მეორე სხვა ფუნქცია აქვს და ასე შემდეგ ესეც მისაღებია მაგრამ მაგაში ძალიან არ ჩავიხლართოთ მეთქი რა არ არის ეს იმდენად განსაზღვრელი, იმდენად განსაზღვრელი, როგორც რომ პარტიების როლი ამ ყველაფერში და როგორ გავაკეთოთ ისეთნაირად, რომ ერთპარტიული უმრავლესობა არ მოვიდეს, ერთგანაც და მეორეგანაც. აი, აქედან უნდა დავაპარტიული ტირანია რო იყოს უკეთესია? არც ეგ არის უკეთესი და ამიტომ ეგ როგორ ჩამოვაშოროთ ამ სისტემას და მე ვხედავ იმ მოდელში, რომელშიც წარმოვადგინე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ცენტრალიზებული პარტიული სია. დეცენტრალიზებული ღია სია რო იყოს, ეს არის მეორე სპექტრი ამ ყველაფრის. და ამიტომ მინდა რომ იყოს ღია და დეცენტრალიზებული. კი არის დეცენტრალიზებული ის, როდესაც სიაში ვიღაცები თუ მაინც პარტიამ წარადგინა სიაში ჩასვა, იქ ვიღაც პოპულისტები რო იმაში ყურადღებას მიიქცევენ და რაციონალური ტიპები ჩაიკარგებიან, რატო არის ეგ დემოკრატიის დაცვა? ნუ არ არის ეგ დემოკრატიის ვერ დაიცავს, მაგრამ მაგაზე ხე ვლაპარაკობთ, ეხლა ვლაპარაკობთ თქვა სენატთან დაკავშირებით. როგორ გავაგრძელოთ მეთოდოლოგიურად მაგაზე მაქვს ხა ფიქრი, რომ რა გავაკეთოთ, აი მართლა უნდა გავიდე რა უკვე ის არის როგორ რა ვიცი, აი მე მგონი ხა მთავარი პრობლემა არის და მაგას გთავაზობთ, რომ დღეს მაგაზე გველაპარაკა, როგორ შევადაროთ ეს რაღაცები ერთმანეთს. თუ გინდათ სადე, აგერ გაქვს ეს მოდელი და ჩააყლაპე და შეადარებინე ას იზავს, ხო, ნუ არ ვიცი. შემდეგ შეხვედრაზე წარმოვადგინოთ მაშინ აი მოდელის ის data იქნებ შენ დაწერო რა გვაქვს რა არ გვაქვს საერთო რა არის დისკუსიის საგნები კიდე დარჩენილი ეს ღიასიები ასე შემდეგ პარტიული მოწყობის ნაწილიც უნდა იყოს ამაში გათვალისწინებული და თუ მთელ მოდელს ჩააგდებ შენსას ხო მაგალითად ან სოსო ჩაგდებული მთელ პაკეტს შემიძლია ეს ვაჭამო ამ ინტელექტს და ამის პასუხები შემდეგ დავალაგებინო და მე ამას ჩემს მოდელზე ხშირად ვაკეთებ ხოლმე და მე ვეკითხები რა რომ როგორ შეიძლება გამოვასწორო ეს და შეგვიძლია ეს workshop-ივით გავაკეთოთ შემდეგში რომ ამ მოდელთან ვიმუშაოთ იმ სხვადასხვა მოდელების ჩაგდებით და შესწორებით და ასე შემდეგ. აი, ოკეი, ეგრე ვქნათ, მოკლედ მე იმას ვიზავ. ჩემი მის დოკუმენტი გააქვს, თავიდანვე გავაზიარე. ემაში ჩვენს დოკუმენტებში სადაც იყო ორიგინალურად რაც შენ წარმოადგინე თუ არ შეგიცვლია სხვა დოკუმენტზე იგი უნდა იყოს და მაქვს. მული არ არის? კი, მულია. კი. ოკეი.
სოსო, შენ რამე ხوار შეგიცვლია შენს მოდელში, შენსაც ჩავაყლაპებ და გავტესტოთ. სოსო დავკარგეთ. ოკეი. გადაიკარგე. არა, აქ არის სოსო. ამაზე არა. ო. უი, ხმა მქონდა გამორთული უკაცრავად. ო, სოსო, დამატებით შეცვლით არაფერი არ შემიძლია, უნდა დავამატო რაღაცეები და დავამატებ შემდეგისთვის რა. რაღაც ჩამოვყალიბდი რაღაცეებს. კარგი. კი ბატონო, თუ მანამდე დაამატებ, გამოვიზამნე ტექსტი და მეცოდინება რომ დაამატე და გატესტვასაც გავაკეთებ. კაი ბატონო, კაი. სხვა შეკითხვები ხომ ან რაღაც კომენტარები არ ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი აი შოთას მე მაქვს ერთი კითხვა, ანუ ეხლა რო ჩააყლაპებთ განსხვავებებს გამოვატანინებ თუ უკვე აფასებთ რაღაცა? ხო, განსხვავებებს შემიძლია გამოვატანო, ან შეფასებები გავაკეთებინო. აი, მოკლედ გავაზიარებ უცბად აი ამ სკრინს და განახებთ როგორი სახე ეძლევა ამ ყველაფერს. შეხედეთ. აი აქეთ მარცხენა მხარეს არის მთელი რიგი სორსები და ეს არის legislative formation. ანუ საკანონმდებლო ფორმაციაზეა, ესენი ბიკამერალიზმი იქნება თუ კონსტიტუციონალიზმი იქნება, ანუ და ეს შემდეგ ამას სეტინგებში ვეუბნები რომ შენ ხარ კონსტიტუციონალისტი, ექსპერტი და ვრცლად მაძლევ პასუხებს. და შემდეგ აქ წერს, აი ახლა ჩემ მოდელს შეეხება ეს მაგალითად მიწერს აღწერას, ნუ რა ხდება აქ, ეგ თავზე აწერია, სტრუქტურა და შემადგენლობა, კონსტიტუციური ფუნქცია anti-backsliding resilience, ანუ უკუსვლის გამძლეობმედეგობა როგორია და შემდეგ არის რამდენი რაციონალიზმურია ეს მიდგომა და ამისი ანალიზი რა. ანუ ის კომენტარები, რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო, ამებზე აკეთებს ანალიზს თავისას და შემდეგ აი აქ შეგიძლია გადახვიდე და აი იმ სორსებში მარცხენა მხარეს რაც არის, იქ რეფერენსებს უკეთებს, რომ აი ამ წიგნში ეს წერია, ამ წიგნში ეს წერია და რაღაც საკედან გაზლებ. კი. ეს ის არის, რა ქვია, ნოუთბუქია შოთა რა. ნოუთბუქს არის. ვიცი ხო, მე ჩემი კითხვა იყო, ეს არის თქვა შეფასებითი ჯმევა, ასე თქვა. აი შედარებითი ძალიან კაი ის იქნებოდა საინტერესო. გვერდი რაღაცა. მე მგონი შეიძლება. განსხვავებები რომ უბრალოდ შეიძლება ახალი ნოუთბუქი გააკეთო და უბრალოდ შეადარებინო რა. ხო, ახლა ნოუთბუქი თუ არ აქვს წყაროები, ის არ ადარებს, აი ეს არის კარგი ამ მოდელში. ხო, ის თვითონ წყაროებს ერთმანეთს არ ადარებს, თქვათ. აი როგორი ის არის, იცი, თუ არა, ადარებს, ხე? ანუ ეს სამი მოდელი რო ატვირთო სიტყვაზე, სამწყაროდ. აი, ეგრო უთხრა, რომ ესენი შეადარე ერთმანეთს და რაღაცა ცხრილი ააწყვენ. აი როგორ აკეთებს, აი შემიძლია 1 2 3 მოდელი ჩავდო აქ, სახელები გადმოვაკოპირო შემდეგ აქ პრომპტში და უთხრა რომ ეს სამი მოდელი შენ გიდევს სორსებში და დანარჩენ სორსებში არსებულ ინფორმაციის მიხედვით გამიტესტე და გამიკეთე ასეთი. ეს გატესტვა და შოთა ამბობს რომ ეუთხრა რომ აი ეს სამი სორსი რო გაქვსო. ესენი ერთმანეთს შეადარეო. ნახე რა არის საერთო რა არის განსხვავებულიო და ცხილად ამის მაგაზი საერთოდ შეფასების გარეშე და მე შეგიძლია პარალელურად უთხრა რომ იხე იმ წყაროების მიხედვით შეაფასე ამ პარალელურად არ უთხრა, ანუ მე ვამბობ რომ პარალელურად არა. ხო, ანუ გავიგე, ანუ ორი არსებული ნოუთბუქში ხარისხობრივი შედარება გააკეთებინე თუ გინდა ვასილო. ოღონდ სხვა ნოუთბუქი გააკეთეო რა. მხოლოდ იმ სამისგან. ხო ეგრეა. გასცემთ ამ სამ მოდელს მე შემიძლია გავაკეთო. მოდი მასე გავაკეთო, ცოტა. ჩემი მოდელი დევს და ყველას მოდელი დევს პრინციპში და შეგიძლია უკვე შენს გაკეთო. ეს რო არ დაიკარგო ჯობია რომ ჩავუგდოთ აგერი, დავუკოპიროთ რა. დავაკოპირებ.
სამივე მოდელი სადაც არის, ხო? სამივე მოდელი დოკუმენტშია და მაგითო. მოგცემ ახლა მას დოკუმენტის იმას ჩაგიგდება ჩატში ჩაგიგდო თუ სიგნალში, სადაც გინდა. ასამბლეაში შეაგდე რა, ასამბლეაში. სიგნალში ჩააგდე და მე მექნება აქ რაღაც ჩამი. აი 4 ნომერი 4 კონსტიტუცია რო არის, მან ჩააგდე ჯობია. ხო და მე თქვენი ნებართვით ის ჩემი ის რომ აქ შეფასების ის რაღაცა ცხრილი გაკეთებული იმასთან მიმართებით ისიც ერთ-ერთ იმას ეხება, ანუ ერთ-ერთ ნაშრომის მიხედვით არის ოღონ უფრო აქცენტი აქვს დეცენტრალიზაციაზე. კი ბატონო. მაგაზე მაინტერესებს მე თვითონაც რა და მაგრამ პირველ რიგში მაგას გავაკეთებ, რომ რაღაც მანდ მე ის ჯაბასიც ის იქნება, რა ქვია, საინტერესო იქნება, უკვე გაი განსხვავებები, მსგავსებები რაღაცები. რაკანაც დამაინტერესებს. აი, ჩააგდე და კი, ჩავაგდე. აი ეს არის მე ვიზა. ამ დოკუმენტი დოკუმენტია, მაგრამ სიმწიფის დონეების ის იყო რა, ნახე შეიძლება გამოგატოს. ეგენი ვნახე და ეგენიც გავითვალისწინე იმას რომ ვაწყობდი. ეს რომელი აი ეს ნახე, ეთნი აი ხა ვიპოვე აღარ მახსოვს. ой, რაღაცა ერთი დოკუმენტი იყო 10 ტაბი ქონდა თუ 20. ხო, აი ხა ნახე, ხო, 7 ტაბი თუ რაღაცა. 7 ტაბი აქვს. მე მახსოვს რომ 107 იყო. არა, რა. ხუმრობ. ხო, 7 არის ეს, მოკლედ. კაი, მადლობა. კაი, მოდიხარ ხო შენ დღეს 8 საათზეა შეხვედრა. კი, მოვდივარ. ეხლა უნდა მეთქვა კახას უნდა დავამთავროთ, მეგობრებო? ვის უნდა და? ჩაწერას დავამთავრებთ, ხო? კახას უნდა და რამე თუ კი ბატონო. აი. არა კახა გავიდა.